მოგესალმებით ბექა. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? კარგად. როგორ გიკითხოთ? კარგად, მადლობა. ცუდი ამინი დაგვეთ ხო, მაგრამ არა, უშავს საით პატარა საჩუქარი ჩემგან ჰოლანდიიდან. ევროპიდან ესე. ძალიან კარგი. წმინდად ჰოლანდიური, ნიდერლანდური. ძალიან კარგი კონფერენცია ჩატარდა იქ. ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი არის FMO, ასეთი ჰოლანდიის სახელმწიფო ბანკი და კი ბატონო. მათთან მქონდა ძალიან მეცნიერულ წელიწადში ერთ გავტარებენ პარტნიორებისთვის კონფერენციას. თქვენ როგორ ხართ? რა ვიცი, კარგად, ნორმალურად. თერებიდან გამომდინარე, ვცდილობთ განვითარდეთ ჩვენც და არ ჩამორჩეთ. ისეთი გარემოა, რომ ელექტრომანქანა უხდება ამ გარემოს რაღაცნაირად. სწორედ ძალიან მომწონს ეს მანქანა და ეკოლოგიურად ვუზნობ თავს ახლა აიკარში. მე მოკლედ გეტყვით, აიკარს გაგაცნოთ მოკლედ. თუმცა ხო, სიამოვნებით. ბატონოში, პირველ რიგში მადლობა დრაივში რომ მესტუმრეთ და მინდა გითხოთ მიკრობანკად ფორმირების პროცესი სრულად ასე თქვათ ბოლოში არის თუ არა გაყვანილი და როგორ არის მოკლედ მიკრობანკი კრისტალი დღეს? კი, შემიძლია გითხრათ და გაგახაროთ რომ კრისტალი უკვე სრულყოფილი ბანკია, მიკრობანკი კონკრეტულად და ეს პროცესი დამთავრდა, თუმცა მეორე მხრივ ამბობენ რომ ბანკის მშენებლობა არ მთავრდება ეს იწყება და მე დაუსრულებელი პროცესია მისი დახვეწის განვითარების. თუმცა შემიძლია გითხრათ რომ რა თქმა უნდა ლიცენზიის მიღების შემდეგ გავიდა უკვე 6-ზე მეტი ბანკი ნორმალურად ფუნქციონირებს, გახდა ასე თქვა უკვე ყველა იმ გამოცდილი სისტემის ნაწილი აი შემდეგ და უკვე რა ვიცი პრინციპში ყველა მინიმალურ საბანკო მსახურებასაც აუცილებელია სთავაზობს და აწი უფრო და უფრო მეტი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლებისათვის, რომელთა ძირითადი ნაწილი მოგახსენებათ არიან მიკრო მცირე მეწარმეები და ახლა უფრო და უფრო მეტი წარმატებული ქართული კომპანია, მცირე საშუალო ბიზნესი, რომელიც ჩვენი თვალსაწიერის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ნაწილია და ეს იყო იდეა სწორად რომ ჩვენ შემოქმნა ბანკი ქართული ბიზნესისთვის. ანუ იდეაში 6 თვე სრულად დაჭირდა ხო ამ პროცესს? თუ უფრო ან დიდი ხანი ემზადებოდით ალბათ წინასწარ სანამ დაჭირდა, მანამდე ხო ძალიან დიდი მომზადება იყო, ამერე წლიანი მომზადება იყო, რა თქმა უნდა, ასე რომ ეს სამწლიანი პროცესი მე ვიტყოდი ჯამშაბათ 3 წელი დაჭირდა ამ პროცესს მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ბანკად გადაყვნის პროცესს და ძირითადი საქმიანობა უკვე დასრულებულია, ანუ ძირითადი ინვესტიცია, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური უკვე განხორციელდა. კაპუჩინო, ლატე, რომელი? კაპუჩინო. რა შესაძლებლობები გაჩნდა დამატებით თქვენთვის როგორც საფინანსო ინსტიტუტისთვის და ადამიანებისთვის, ვინც არიან თქვენი მომხმარებლები. ანუ აი ამ ფორმირების პროცესმა ჯამში რა საშუალებები მოგცეთ, რომ როგორ შეიძლება განვითარდეს ახლა ბიზნესი? რატომ იყო მოკლედ ეს მნიშვნელოვანი? მე შემიძლია გითხრათ ბექა რომ ახლა უკვე კრისტალი ეს სრულყოფილი ფინანსური ინსტიტუტი. აქამდე ჩვენ მაინც შესაძლებლობები ვიყავით, იმით რომ თქვა არ ქონდა მაგალითად სამედახტო სერვისების განხორციელების საშუალება პირდაპირ ვეხსენით ანგარიშებს და ჩვენი ბიზნეს მოდელი მაინც შესაძლებელი იყო სასხებით, კრედიტებით. ახლა ჩვენ ფაქტიურად სრულყოფილი ბანკი ვართ და მიკრობანკი ერთ-ერთი სახეობაა ბანკის, ბანკიც უწოდოთ. კი ბატონო. მით უმეტეს რომ ძალიან მარტივი არის უკვე კომერციულ ბანკად გადაკეთება, თუ ეს დღეს ესეში დადგება, თუმცა ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, ჩვენ მოგწონს ეს რეჟიმი და ესე ვთქვათ, ვინდა რომ ამოვწუროთ ბოლომდე მისი ეს. რამდენი ხანი არ განიხილავთ გრძელვადიან? ჩვენ სტრატეგიაში ჯერჯერობით არ განიხილავთ. 50 წელში არ განიხილავთ. 10 წელი მეორია. გაჩნია რომ გავიზრდეთ. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ კრისტალი ამ ქვეყანას და ამ ბაზარს ჭირდება როგორც მიკრობანკი, როგორც ერთ-ერთი მსხვილი და ეფექტური მიკრობანკი. ამიტომ ყველაფერი შეიცვალა, რომ გიპასუხოთ. შეიცვალა ის, რომ ჩვენ ვართ სრულყოფილი ინსტიტუტი, ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია მოვიზიდოთ დეპოზიტები და სხვა მსგავსი ინსტრუმენტებით სახსრები და ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს საბოლოო ჯამში ჩვენი დაფინანსების ხარჯის შემცირებას. და უკეთესი ფინანსური რესურსი უკვე უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, გვიხსნის რაღაცა ჰორიზონტებს, იმიტომ რომ უკვე შეგვიძლია ვიმუშაოთ უფრო მსხვილ საწარმოებთან, რომელსაც
რომელსაც უფრო ესეთი გზნობიარე დამოკიდებულება აქვს აგრეთვე საპროფესიონალო განაკვეთის მიმართ. ხო, ჩვენი ამჟამინდელი და წინა საპროფესიონალო განაკვეთები რა თქმა უნდა იყო კონკურენტუნარიანი, მაგრამ ის არ გვაძლევდა საშუალებას რომ ვიმუშავა ისა და ზოგადად განაკვეთის შემცირება თვისობრივად უფრო ეფექტურს ხდის CES-ს როგორც ინსტრუმენტს ბიზნესის ჩვენი ზაგრად გვესმის და ამიტომ ჩვენი ყველა ფიქრი და ასე ვთქვათ ძალისხმევა მიმართული იქითკენ რომ გავუიაფოთ ჩვენს მომხმარებელს CES-ი და სხვა საფინანსო მომსახურება. ამას ჭირდება რა თქმა უნდა პირველ რიგში უცხოამოიაფ რესურსებზე და ოპერაციული ეფექტიანობა. რაც ასევე არ არის მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ მაინც გვინდა რომ შევენარჩუნოთ პერსონალიზებული სერვისი, ანუ ყველა ჩვენს მომხმარებელს ყავდეს თავისი წარმომადგენელი, ეს ნდობა ადამიანური არის ჩვენი ბიზნეს მოდელის და ჩვენი ბიზნეს ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილი და ეს არ შეიცვლება. ეს დარჩება. შეიძლება კონკურენტული უპირატესობაც, ხო? რა თქმა უნდა. მით უმეტეს დიდ ბანკებთან როცა რაღაც კონკურენციაში შედიხარ. ჩვენ ახლა დიდ ბანკებს იქამდე ხო არ იყავით კონკურენციაში დიდ ბანკებთან? ანუ ეხლა ხო ეგეც შეიცვალა. ნაწილობრივ ხო უფრო კონკურენციაში ხართ, ვიდრე ადრე იყავით. მაინც ვიყავით ალბათ კონკურენციაში ყველა დიდ ბანკთანაც, თუმცა ჩვენ უფრო ჩვენი ნიშა გვაქვს, შეიძლება ითქვას. თავარია ის რომ ჩვენთვის ახლა ჩვენ დიდ ბანკებთან კონკურენციაში ზომით ვერ მოვიკებთ. ეს ახლა ცოტა რთული წარმოსადგენია და არც კი გვახის მისდათ. ჩვენ შეგვიძლია გამოვირჩევოდეთ ჩვენი ხარისხით და განსაკუთრებულობით და იმ უნიკალურობით, რომელიც ჩვენ გვაქვს. რის გამოც კრისტალს აფასებენ ამდენი წლის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვართ ყველა შორის ყველაზე ცნობილი ფინანსური ბრენდების ხუთეულში ქვეყანაში. თქვენ წარმოგიდგენთ, ხო, არ ვარ დიდი კომპანია, ხა აქტიურობით, მაგრამ მომხმარებლების რაოდენობით და მათთან კონტაქტით ვართ და აი ისაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ზუსტად მინდა დაგიდასტუროთ. ეს კვლევა იყო რამე? ჩვენ ვატარებთ კვლევებს, კი, რეგულარულად ვატარებთ კვლევებს და ჩვენ ხშირად კი არა, ყოველთვის შევდივართ ხუთეულში. რაც შეეხება ჩვენს ბიზნეს მოდელს, რომელიც ცოტა ძვირიანი მოდელია და რომელიც ეფუძნება ადგილზე ყოფნას, მომხმარებელთან უშუალო კავშირს. ხო, ჰარჯიანია, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ არაცვლებს ამას. ვერც დიდი ბანკები, ვერც თანამედროვე ფინტექ გადაწყვეტები ვერ ცვლიან ჩვენი მომხმარებელთვის აუცილებელ აი პერსონალიზებულ ურთიერთობას, რჩევას, პრობლემაზე ორიენტირებულ მიდგომას და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს წლების განმავლობაში რჩება ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად. მე მინდა იმ ნაწილს დავუბრუნდე, თქვენ ახსენეთ, რომ ამან ბევრი საშუალებები გააჩინა, მათ შორის რესურსებზე წვდომის, მათ შორის პროდუქტების გამრავალფეროვნების, თუნდაც დეპოზიტების ნაწილში და ასევე დაკრედიტების ნაწილში. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ფორმირების პროცესის შემდეგ თქვენთვის ფულად რესურსებიც გაიარდა, ხო? რაღაც ნაწილში აქაც შეგიძლიათ რომ უფრო მოქნილები იყოთ რეალურად. მე მინდა ვისაუბროთ ახლა ზოგადად რისგან შედგება ამ ფულის ფასი. ემაყურებელს რა უთხრათ და როგორ შეიძლება რომ უფრო იაფი ფული მოისდონ საფინანსო რაზეა ეს დამოკიდებული. ბევრი ფაქტორი აქვს, მაგრამ თავ ფაქტორებზე ვისაუბროთ. კარგი, მოდი გავარჩიოთ მაშინ რისგან შედგება ეს ფულის ხარჯი და ნახოთ როგორ ფორმირდება. ჩვენი დაფინანსების ძირითადი, ასე ვთქვათ, ნაწილი მაინც უცხოეთიდან მოდის, ამიტომ დენომინირებულია ძირითადად დოლარში, ამიტომ დოლარის საბაზისო ასე ვთქვათ, ღირებულება, ხო? რა თქმა უნდა, განსაზღვრავს ფულის ხარჯს. ამიტომ ისაც ფედერალური სარეზერვო სისტემა აწესებს, არის ასე ვთქვათ, გარკვეული ესეთი ტონალობა, რომელიც აქვს მთელ ბაზარს, ხო, მთელ მსოფლიოში. მას რა თქმა უნდა ემატება მე უკვე ქვეყნის რისკი, უკვე თვითონ ჩვენი ფინანსური შუამავლობისგან მიღებული რესურსები, რა თქმა უნდა, გარკვეული ესეთი დამატებითი ხარჯი თვალისწინებს, ერთადერთი სპრედი, რომელშიც გათვალისწინებულია ერთი მხრივ ქვეყნის რისკი და მეორე მხრივ თვითონ ჩვენი კომპანიის, ჩვენი ბანკის საკრედიტო რისკი შესაძლოა. ანუ ემატება ესენი ერთმანეთს ემატება, ხო, აი როგორც ასე ვთქვათ, პუნქტები, ასე ვთქვათ, საბაზისო პუნქტები. ჩვენი ქვეყნის რისკი იცით ეს ასახულია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, ხო? ეს ყველაზე ესეთი ობიექტური ფორმა არის, რომელიც უმჯობესდება სხვადასხვა. ჯერ არ არის საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ინვესტირებად რეიტინგში, მაგრამ საკმაოდ ახლოსა ვართ. აი შეხება კრისტალს, კრისტალი თავისი სექტორის და ზომისთვის საკმაოდ კარგი რეიტინგით გამოირჩევა. ჩვენ როგორც იცით, ფიჩის რეიტინგი ასე ვთქვათ, B
ჰქონდა ბოლოს. ჩვენ ახლა ბოლოს შევცვალეთ ჩვენი რეიტინგის მიმწოდებელი, გახდა ერთი ძალიან საინტერესო გერმანული კომპანია Scopy, რომელსაც ძალიან ბევრი რეიტინგი აქვს საქართველოში. ფიჩნა Scopy-ზე გადავედით? გადავედით, დროებით გადავედით, ახლა რაღაც საერთოდ გვინდოდა მოგვიშინჭა მათთანაც გარკვეული პერიოდი. მე შეიძლება ისე დავბრუნდეთ, რომელიღაც დიდთან, უფრო დიდთან, ცნობილთან, მაგრამ Scopy საკმაოდ ესეთი კარგად ასახავს ჩვენი სექტორის რეიტინგს, ბევრი აქვს გაკეთებული, შესაბამისად მას კარგი მეთოდოლოგია აქვს და მასთან ჩვენ უკეთესი რეიტინგი მივიღეთ. გვაქვს კარგი რეიტინგი, B+ რეიტინგი გვაქვს Scopy-თან. შესაბამისად ეს რეიტინგები განსაზღვრავს უკვე იმ დაფინანსების ხარჯს, რომელიც გვაქვს ჩვენ. საქართველოში კიდევ ვიცით, კონკურენტულად ხდება აფასების ფორმირება, არსებობს გარკვეული განაკვეთები დეპოზიტებზე, ანაბრებზე, რასაც ჩვენ ვადელებთ თვალყურს და გონებრივია ეს მე უკვე საბაზრო პრინციპები ერთვება. აფორმირებს ჩვენს და ეს ყველაფერი კავშირშია, ამათ შორის ეს ძალიან კაფიო კავშირია რაღაცნაირად ისეთი ფიზიკის და მათემატიკის კანონები ძალიან კაცრად იცავს, ხო. შესაბამისად ეს ხარჯი, რომელიც ჩვენ ძირითადი ხარჯია, ფორმირდება ესეთი მრავალი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური პროცესის შედეგად და ვიღებთ ჩვენ ასე ვთქვათ დაფინანსების ხარჯს როგორც მოცემულობას. მე ამას ემატება, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ხარჯი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ფული უნდა მივიტანოთ მომხმარებლამდე. ამას რა თქმა უნდა ჭირდება ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი, რომ კომპანია იმართებოდეს გამჭვირვალედ, ასე ვთქვათ, უშეცდომოდ და ფინანსურად ისე ვთქვათ, მყარად, ეს მნიშვნელოვანია, ამიტომ ჭირდება უამრავი კონტროლი. გასაღი იყოს. ხო, ჭირდება ეს მომხმარებელთა მიტანას თვითონ საფილიალო ინფრასტრუქტურა, ადამიანები, რომლებსაც ესმით ჩვენი მომხმარებლების რეალობა, შეუძლიათ მათთან ურთიერთობა, მათი მხარდაჭერას, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ხარჯი. მაგრამ ჩვენ ახლა ამ საინტერესოებაში ვართ ჩაბმული ფერხულში, რომ ეს ხარჯები მინიმუმ და შევიყავოთ, ჩვენი კარგი ბანკირობა მაშინ მდგომარეობს, რომ მართოთ ეს ძალიან ოპტიმალურად, ხო? მაგრამ რისკები გააძვირებს შემდეგ იმ რესურსს, რომელიც უნდა მიეწოდოთ მომხმარებელს და მე გააძვირებული რესურსი გახდება არა კონკურენტი. და რა თქმა უნდა, საკრედიტო რისკები და ზოგადად რისკები არის ასევე ხარჯის დიდი წყარო, რაც უფრო სწორი მოდელებით და სწორი მეთოდოლოგიით და გამართულად ფუნქციონირებს ჩვენი საკრედიტო ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღება, მით უფრო ნაკლებია ჩვენთან ვადაგადაცილების და სხვა რისკები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ხარჯში. როგორ იაფთება, ასე ვთქვათ, ეს ფულის რესურსი? ანუ რა არის ფაქტორები, რომელიც ამ ფულის რესურსს გაიაფებს? ვისაუბრეთ, როგორ დგინდება, მაგრამ რა აიაფებს ფულს? ფულს აიაფებს, რა თქმა უნდა, კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და მისი ზომა და მისი წყაროების დივერსიფიკაცია. რაც უფრო მეტი წყარო გვაქვს, ასე ვთქვათ, მარტივია ჩვენთვის ფონდების მოცემა. უკვე საბანკო სტატუსის მიღებამ ჩვენ უკვე მოგწე პირველი შედეგები, მათ შორის იმ წყაროებიდან, რომლებიც ტრადიციულად გვაძლევდნენ ჩვენს სასხებს. ანუ რა იცით, უკვე კრედიტორების აღქმა კრისტალის, როგორც ბანკის არის უფრო იმედისმომცემი, უფრო ასე ვთქვათ, კომფორტული. ნუ ამის მიზეზი თუნდაც ის არის, რომ ჩვენ ვართ ეროვნული ბანკის უფრო ასე ვთქვათ, უფრო ინტენსიური მეთოდოლოგიის ქვეშ. ეს არის ძალიან დიდი ფაქტორი, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკს როგორც მარეგულირებას ენდობიან, მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. ეროვნულ ბანკს მთელი ისტორიის განმავლობაში და ამ ბოლო რთულ პერიოდშიც კი ერთი კომპრომისი არ გაუკეთებია, რაც შეეხება ფინანსური სექტორის მაკროპრუდენციულ ასე ვთქვათ, რეგულირებას, სტაბილურობას, ზედამხედველობას, ეს ყველაფერი კეთდება უმაღლესი სტანდარტებით. ამიტომ მართალია რთულია ამ შესაბამისობაში ყოფნა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს არის გარკვეულწილად ხარისხის რაღაცა ესეთი ნიშანი, რომ კომპანია, რომელსაც აქვს ბანკის სტატუსი და სხვა სტატუსებიც აბსოლუტურად იგივეა, მაგრამ ბანკი მაინც განსაკუთრებული ასე ვთქვათ, ეროვნული ზრუნვის საგანია, ხო, მისი სტაბილურობა. არის უკვე ფაქტორი, რომელიც გვეხმარება. ეფემში. მე მინდა გითხოთ, ანუ ჩვენი საბაზრო პირობებიდან, გეოპოლიტიკური ვითარებიდან, შიდა თუ გარე აქტორებიდან გამომდინარე, უფრო იაფი ფულის რესურსი, რატო გეკითხები? იყო რაღაც პერიოდი შევხვდა ხოლმე ინფორმაცია, მეც პირადად მეკითხებოდნენ ადამიანები, რომ აი რაღაცა ერთი ქვეყნიდან ბანკი უნდა შემოვიდეს 2%-ი. ანუ ეს რამდენად შესაძლებელია? ანუ ეს არის თუ არა რეალობა?
რომელიც შეიძლება რომ დადგეს, იმიტომ რომ მე მქონდა პასუხი რომ ცოტა არარეალურია. ამიტომ მინდა თქვენ ახსნათ ახლა. შეიძლება თუ არა რომ საქართველოში 1%-ში გაიცემოდეს მაგალითად ცეცხლები. მე გეთანხმებით თქვენ, რომ ეს სოფლიო სისტემა არის ერთმანეთთან დაკავშირებული, უშუალოდ გადაჯერჭული. არ შეიძლება რომ რაღაცა ეს არბიტრაჟი არსებობდეს, ანუ ფულის ხარჯი გამოწვეულია იმ კონკრეტული იურისდიქციის და კონკრეტული ბიზნეს ერთეულების, ასე ვთქვათ, რისკის აღქმით და მორჩა. თუ ვინმეს გაუჩნდა იაფი ფული, ესე იგი ის იმ მომენტში კარგავს ფულს და არის რამდენად ბევრი ადამიანი ასეთი, ვისაც მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება ვარ აი ინვესტიციის შეხავდა და უკეთად ჩავერთვები ამ საქმეში, ესეც ჩემი ახალი ეტაპია ჩემი საქმიანობის, საინვესტიციო საქმიანობის. გეტყვით რომ მარტივი ფული არ არსებობს. ხო, ამიტომ რა თქმა უნდა საქართველოში განაკვეთები შემცირდება და უფრო ხელმისაწვდომი იქნება უფრო მეტი, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული ერთი ან ორი მოთამაშის შემოსვლაზე, ეს არის დამოკიდებული მთელი ქვეყნის ეკონომიკის და მთელი ქვეყნის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე, ხო? თუ ეს მოხდება და ეს უნდა მოხდეს, მაგრამ არ არის და მე იმედი მაქვს, ძალიან ოპტიმისტი ვარ, რომ ასე იქნება, რა თქმა უნდა საქართველოს იქნება ძალიან ესეთი ფინანსური სისტემა მნიშვნელოვანი ელემენტია აი ამ კეთილდღეობის მიღწევის და მე რაღაცა ძალიან მჯერა რომ საქართველოს შეიძლება იყოს აი როგორც ამბობენ ხოლმე მეგობრებთან ხშირად მაქვს ხოლმე ამაზე საუბარი აღარ ხუმრობის გარეშე რეგიონის შვეიცარია ანუ ქვეყანა რომელიც სანდუარი ყველა ტიპის ბიზნესისთვის კაპიტალისტვის და აბსოლუტურად სამშვიდობო რაღაცა ესეთი პოლიტიკა ჩვენი მდებარეობა ძალიან უწყობს ხელს ამას და რეალურად თუ და ამის ყველანაირი ადამიანების კიდევაც და უშლის კიდევაც რაღაც კუთხით არ ვარ მარტივ რეგიონში თუ ეს ყველაფერი იმართა სწორად ეს გეოსტრატეგიული მდებარეობა არის ჩვენი მთავარი უპირატესობა ამ დროს რისკიც არის მაგრამ ეგ ამაშია სწორედ ასე ვთქვათ სახელმწიფოს ასე ვთქვათ და პოლიტიკური state craftis ვალი და ვალდებულებაც და რა თქმა უნდა თუ აი ეს პირობები შეიქმნა ზუსტად საბანკო სისტემამ და ქართულმა კორპორაციებმა და ბიზნესმა უნდა მოიტანოს ეს რეალობა სხვანაირად ვერ გაჩნდება ვერც იაფი რესურსები ქვეყანაში და ვერც ძლიერი განვითარება ვერ იქნება ერთი აქტორით არ განისაზღვრება მოკლედ ეს მინდოდა რომ კარგად აკვირვებთ. მე მინდა თქვენს პროგრამებზე ვისაუბრო. ერთ საინტერესო პროგრამას წავაწყდი, რომელზეც ჰქონდა პრინციპში ინფორმაცია, არ ვიცი გრძელდება თუ არა, სამეწარმეო სკოლა. ხო, მეწარმეთა სკოლა. ჩვენ ჰქონდა ძალიან დიდი პროგრამა, რომელიც ჩართულობა იყო მაღალი საკმაოდ. გახსოვთ ხო? კი, რიცხვებიც რომ ნახე. 4000-ზე მეტი სტუდენტი, კურსდამთავრებულები, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი შექმნეს და დაიწყეს და მოკეთ, ანუ სწორად მართვაში და აი ამ განათლების მიცემას შეხმარებოდით და რა ხდება ამ პროგრამაში. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი CSR-ული აქტივობა, რომელიც ახლა ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ეს პროცესი, მაგრამ absolut ვფიქრობთ, რომ ეს გავაგრძელოთ რაღაცა სწორი ფორმით. ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ჩვენ დავიწყეთ მაშინ, როცა თითქმის არაფერი არ არსებობდა. არ არსებობდა სახელმწიფოს თქვათ პროგრამები, სააგენტოები, რომელიც მე შეიქმნა და ახლა ბევრად უფრო მეტი, ესე ვთქვათ, რესურსი აქვს ახალგაზრდებს. ჩვენ მაშინ დავიწყეთ, მე მქონდა მაინც ესე ვთქვათ ფოკუსი რეგიონებზე და მინდა, რა ვიცი, სიამაყედ თქვა, რომ ამ პროგრამამ თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეწარმე ასე ვთქვათ, მოგვევლინა ამ პროგრამის შედეგად, ანუ ვხედავთ წარმატებას, შეიძლება ზოგიერთი ახლა ვთქვათ თავის საწარმოებში არ აგრძელებს, მაგრამ ზოგადად არიან პროფესიონალები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შეიძლება ითქვას ელიტის ახალგაზრდა წევრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ ამ პროგრამამ შეიტანა დიდი წვლილი, მათ შორის ქალთა მიმართულება ქალთა მეწარმეობა ძალიან აქტიურად. ეხლა ChatGPT წამოგვეწია და რაღაცებს ვკითხავდა ეხლა ბიზნესის გასწავლის და ბევრ რამ ეს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ხო, აი რაღაცა განათლების მიმართულებით, თუნდაც საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა. აი ამაზე რას ფიქრობთ, იმიტომ რომ რეალურად ერთია რომ მომხმარებლის მხრიდან სანდო თქვათ საფინანსო ინსტიტუტი ყავდეს პარტნიორად, რომელიც გამოცდილია, კვალიფიციურია და ასე შემდეგ, მაგრამ თქვენთვის ხომ კარგია, როცა კვალიფიციური მომხმარებელი
ბუნებრივია. კვალიფიციური მსესხებელი მოდის, რომელმაც იცის ფულის ფასიც და ისი მართვაც რეალურად. თქმა უნდა. განათლება, ფინანსური განათლება და სამეცნიერო განათლება არის აუცილებელი კომპონენტი, რაც პრინციპში მე მგონი იმაზე თავად ფულ რესურსზე უფრო მნიშვნელოვანია ეს, რომ ჩვენი მომხრეები იყვნენ მომზადებულები მართონეს თავისი პროექტების აწარმოები, ამ კუთხით რესურსები მნიშვნელოვანი არის. ახლა დღეს სახელმწიფო უფრო მეტად ახალისებს ძალიან საინტერესო ქსელი აქვს შეგდილი აწარმოეს საქართველოს და პირიქით თავის საქმიანობით მან ხელი შეუწყო საკონსულტაციო და რჩევის, ასე ვთქვათ, ბიზნეს რჩევის სექტორის ძლავრ განვითარებას. ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვუყურებთ და ვხედავთ სადაც არის დეფიციტი, იქ ჩავერთებით, მაგრამ მეორე მხრივ თუ ხედავთ რომ ეს ყველაფერი მუშაობს, ამას გამომიყენებთ. ჩვენი თავარი ამოცანა მაინც ფინანსებზე ორიენტირებულობა და ის ფოკუსი რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ, რომელსაც რომ დაგიხსენით, ხო? ხო. რაც შეეხება მომავალს, მე ვფიქრობ რაღაცა ეტაპის შემდეგ კრისტალს ანდით გეგმები აქვს, ახლა მე უშუალოდ უფრო მეტად დავიწყე საქმიანობა სამსახურის მიმართულებით და ტექნოლოგიური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად გავამარტივო კაპიტალზე ცნობა კრისტალისთვის. ანუ ჩემი იდეა ახლა რომ მას შემდეგ რაც ეს ბანკი ფუნქციონირებს და ეს ძირითადად სამუშაო შესრულებული არის, უფრო მეტად დავფოკუსირდე ინვესტიციების მოზიდვაზე, სწორი ფულის მოზიდვაზე, რომ ამან უკვე შეძლო მოგწეს საშუალება კრისტალის ზრდის. აი ამ ეტაპზე უკვე როცა ჩვენ გვექნება კრისტალის უკვე უფრო აქტიური ზრდის ეტაპი, მათ შორის თქვენ ის არ იქნება ეს ახალი, ასე ვთქვათ, ჩვენ საჯაროდ ჩვენ გარკვეული ფუნდამენტი მოვანებთ ჩვენი უზბეკეთში გაფართოებისათვის. ეს კომპანია უზბეკეთი მაგარი ბაზარია. რომელსაც მე ახლა წარმოადგენ Lotus Impact Finance, ეს არის საინვესტიციო პლატფორმა, ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელმაც 2 წლის წინ ეს ძალიან წარმატებული პროექტი განახორციელა უზბეკეთში. ეს ფაქტია ჩვენთვის იყო რაც მომზადება აი ამ ველის შემდეგი შესრულისთვის. ამიტომ მას შემდეგ რაც ჩვენ აი ამ თავარ ამოცანებს მოვაგვარებთ, ეს შემდეგი ჩემი ასე ვთქვათ საზრუნავი და საფიქრი. მე აუცილებლად ჩაფიქრებული მაქვს რომ აღოდგენოთ ეს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა, იმიტომ რომ მაინც ის თავისი უნიკალურობით გამოირჩევა და უკვე ის ახალგაზრდები გამოვიყენოთ როგორც მამოძრავებელ დრაივერებად და ასე ვთქვათ ტრენერებად, მათ შორის და მენტორებად, ვინ ჩვენთან გაიარა სწავლება და უკვე რაღაცა წარმატება და რაღაც გაკვეთილები შეიძინა თავის საქმიანობაში. მე მგონი ეს იქნება ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ევოლუცია ამ პროგრამის. ხო, ბრენდის მიდენტობაში დაგეხმარებათ, ახსენეთ რომ 5 ყველაზე ცნობილ საფინანსო ინსტიტუტს შორის არის და ეგ პროექტებიც, ასეთი პროექტებიც ეხმარება კომპანიას, რომ იყოს პოზიციონირებული როგორც ბრენდი. ბეკა კრისტალი არ გრძელვადიანი მოთამაშე, ჩვენ ძალიან გრძელვადიანი სტრატეგია, ჩვენ ქართული მოვლენა, ქართული კომპანია, ქართული ბანკი გვინდა ამ ქვეყანაში ჩვენი სიტყვა ვთქვათ და მოუკიდებელი სიტყვა არ გვინდა რაღაცა სხვა ჯგუფის წევრები ვთქვათ, გვინდა ქართულ ორგანიზაციად გამოვითარდეთ და პირიქით ჩვენ ასე ვთქვათ გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ და ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მოსმენა. თუ ჩვენ ახლავე არ ვისწავლეთ ახალგაზრდების მოსმენა და მათი ხელშეწყობა არ შევძელით და მათთვის არ გავხდით მიმზიდველი პარტნიორი როგორც ბანკი და ეს აუცილებლად ახალი ტიპის სტატუსებელობა უნდა იყოს, ესე ვერ იქნება ის ბანკი, რომელიც 20 წლის წინ ყველა ბიზნესის მნიშვნელოვანი, კი. ამიტომ ახალგაზრდებთან საქმიანობა და ურთიერთობა და მათი ჩართვა ჩვენ საქმეში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა რომ კრისტალი ასეულოს კიდე 20-25 წელი მინიმუმ, ხო? ჩვენ გვქონდა ვიცოდეთ რა უნდა იყოს ის ბიზნეს მოდელი, რომელიც მოისახურება ახალ თაობას, მათ შორის გასპერსონებულ AI ანუ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ო, AI რაღაცეებს შეცვლის. დაწყებული აქვს მაგაზე ფიქრი, როგორ შეიძლება შეცვალოს. ან როგორ შეიძლება დაიხმაროთ AI როგორც ინსტრუმენტი საინვესტიციო საქმიანობაშიც და საბანკო მართლობაშიც. თუ დაწყებული გვაქვს, არამედ ჩვენი საინვესტიციო თეზისი ამას ეფუძნება. ჩვენი შემდეგი განვითარების ეტაპი იქნება რა თქმა უნდა ძალიან ძლავრ მონაცემთა სერვისებზე დაფუძნებული მოდელი, მაგრამ ჩვენი ხედვა არის რომ მიუხედავად ამისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ადამიანური ფაქტორი შენარჩუნება ბიზნესში. ან ჩვენ ვიქნებით, როგორც საქმიანობა ვიყავით, ადამიანებზე ორიენტირებული პერსონალიზებული სერვისების კომპანია, რომელსაც იქნება ძალიან ძლიერი ციფრული და მონაცემებზე დაფუძნებული ექი, ხო. მონაცემებს ჩვენ უკვე ვიყენებთ საკრედიტო გადაწყვეტილების მიღებისას, უფრო და უფრო მეტი პროცენტულად გადაწყვეტილება მიიღება ავტომატურად კრისტალში.
ჩვენ შექმნით ჩვენი პარტნიორების მეშვეობით ისეთ საინტერესო მოდელი, რომელიც წარმოუდგენელია, მაგრამ თქვათ მოდელი, რომელიც გვეხმარება დავადგინოთ ადამიანის შემოსავლის დონე მის მონაცემებზე დაყრდნობით, ხო? ეს ძალიან უცნაური საშუალოვანია პერსპექტივაში თუ მიმდინარე. ხო, როცა ჩვენ გვინდა რომ ჩვენ არ გვექნება გავცეთ სესხი შემოსავლის დადასტურების გარეშე. ეს ჩვეულებრივი ისეთი მოხალისეობის დაცვის მექანიზმია, ხო? ამის გაკეთება ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, მაგრამ შევიმუშავეთ სტატისტიკური მოდელი, რომელიც დაამტკიცა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მიიღო ზუსტად მოქმედებაში ეროვნულმა ბანკმა, რომელიც გადადის საშუალებას უკვე მონაცემების ჭკვიანური დამუშავებით და ძალიან დროს მინიმალური დანახარჯით დავაჩქაროთ ამ ამოცანის შესრულება. კი. ხო, AI ჩართვა ბევრ სხვა სფეროში კიდევ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ AI-ს გამოვიყენებთ ასევე ძალიან მნიშვნელოვნად სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ის კრისტალი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე სოფლის მეურნეობაში. ჩვენ პორტფელის 25%-ამდე გვაქვს სოფლის მეურნეობაში დაავადებული, მისახურებით თითქმის 23,000 ფერმერს. ძალიან რისკიან სექტორში. იცით რა, თუ სექტორს მიუდგებით სტრატეგიულად ის მაინც რისკიანი. არათუ რისკიანი, არამედ პირიქით შეიძლება სტაბილურობის ის გახდეს, გესმით? იმიტომ რომ ახლა თუ გავხსნით კოვიდის დროს და ფინანსური კრიზისის დროს უფრო ადრე ევროპაში ძალიან ბევრი ბანკი და გაუჭირდა ბევრ ბანკს, ხო, დაკარგა შემოსავლები, მაგრამ ის ვისაც ჰქონდა ლოკალურ ბიზნესზე და მათ შორის აგროზე ორიენტაცია, არც კი უგრძნიათ ეს პრობლემა, ხო? ამიტომ საქართველოს მაინც თავისი მონაცემებით არის სოფლის მეურნეობის კუთხით, ესე ვთქვათ, ისეთი ქვეყანა, პერსპექტიული ტურიზმია მნიშვნელოვანი ჩვენი, ამიტომ ეს ისეთი დარგებია, რომელიც ჩვენ თუ უნდა გქონდეს, უნდა ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, პერსპექტივა. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ არამედ ფინანსური ინკლუზიის, ანუ ფინანსური ჩართულობის კუთხით ვართ, ასე ვთქვათ, პლატფორმა, არამედ ასევე სტრატეგიულად შევიდეთ სოფლის მეურნეობაში, მათ შორის კლიმატის დაზღვევის საკითხებში, კლიმატის აი ახლა ჩვენი ამინდის თემაც საინტერესოა. ყველაფერი ესაც არასტაბილურად აქცევს სოფლის მეურნეობას. ეს ყველაფერი შეიძლება თანჭკვიანური სისტემებით შეამცირო ეს რისკი და ფერმერის პროფესია გახდეს არა სარისკო და არა ესეთი იძულებითი, არამედ სასურველი და პირიქით პრესტიჟული, ხო? შემოსავლიანი. თუ ამას მივახცევთ ჩვენი ფერმერებისთვის, რა თქმა უნდა ეს კარგი იქნება ასევე ბანკისთვისაც, ხო? ასე რომ მონაცემების გამოყენების სივრცე შეუზღუდავია შეიძლება ითქვას. ხოთაშორის NVIDIA-ს დირექტორმა განაცხადა, რომ მომდევნო 10 წელიწადშიო ყველაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდებაო სანტექნიკოსებზეო, დურგლებზეო და ამ ტიპის პროფესიებზეო. იმიტომ რომ AI ამ პროფესიებს ვერ ჩაანაცვლებსა და შეიძლება რომ დავითანხმოთ. მე მაქვს უფრო ესეთი ახსნა, ზოგადად შეიძლება ითქვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დაგვანახა, რომ ადამიანის ინტელექტი აღარ არის კონკურენტული უპირატესობა. ანუ ჩვენ გვაქვს მანქანები და სისტემები, რომლებიც ადამიანის ინტელექტს მრავალჯერ აჯობნის. მაშინ ახლა კითხვა ისმის, რაღა რჩება ადამიანს და ჩემი ესეთი მოკლე პასუხი არის ემოციური ინტელექტი. სინდისი. ანუ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ადამიანობა, ჩვენი სინდისში ყველაფერი გაერთიანებული, რაც არის ძალიან რაღაცა მეტაფიზიკურიც მათ შორის, ხო, რაღაცა განსაკუთრებული, ხო? ეს არის, რაც ჩვენ გამოგვარჩევს და ამიტომ მე არ მეშინია ამ ეპოქის პირიქით, უფრო კარგად გაიცნობს ადამიანის საკუთარ თავს და რაღაცაზე ნაკლებს ინერვიულებს. თავარი რაღაც სინდისიანი AI არ გამოვიდეს. ხო, არა, ადამიანს ვერ ჩაანაცვლებს ჩემი აზრით, ადამიანი ვერ შეძლებს ადამიანის დონის ქმნილების გამეორებას, ეს შეუძლებელია. მაგრამ მაინც კოდების ერთობლიობა არის. AI. ხო, ემოციური ინტელექტი ვერ ექნება. შეიძლება ემოციები ასწავლო, მაგრამ არა, ასწავლი, ძალიან კარგად ასწავლებენ, ისე, ანუ გამოცნობა ძალიან კარგად გამოსდის, ყველანაირი, ასე ვთქვათ, ის აქვს
დეტექტორი და გაზიარებად შეუძლია შენი რაღაც პრობლემის მაგალითად რომ იწერო ისეთ პასუხს მოგწერს რომ იზიარებს ემპათიაში ავადიშებენ ხო მაგრამ ეს არის ხელოვნური ხო ეს არ არის ის რაც ხელშეუხებელია და განუმეორებელია ადამიანის შემთხვევაში ამიტომ საინტერესო ეპოქაში ვხვდებით აი ამიტომაც მინდა რომ კრისტალი დარჩეს ადამიანურ ურთიერთობაზე დაფუძნებული კომპანია ხა ჩემთვის კითხვის ნიშანი არის ახალგაზრდაობა მოინდომებს თუ არა აი ესეთ ცოცხალ ადამიანთან ურთიერთობებს და მასთან იმის გარჩევას თუ რა ფინანსური გეგმები აქვს რა უნდა გააკეთოს როგორ აჯობებს თქვა რაღაცის ესეც შეიძლება გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტმა მოუგვაროს მაგრამ იცით რა ამ ჩვენს ურთიერთობაში მარტო ტექნიკური რჩევა კი არ არის ბევრი ადამიანური რჩევა ანუ სონს მაინც დებთ მაგაზე რომ ადამიანური გონია რომ ადამიანური ურთიერთობების საჭიროება იქნება და კი არ იქნება დეფიციტი იქნება ამისი და უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ამას ამიტომ მე მინდა რომ კრისტალი დარჩეს ამ ადამიანურ ურთიერთობებზე ორიენტირებულ ბანკად და იცით რა მომენტია აქ არ არის საუბარი მხოლოდ რჩევაზე და ექსტენსიაზე ან რაღაცა ინფორმაციაზე აქ საუბარი არის мотиваციაზე ხარდაჭერაზე ადამიანს რო უჭირს მეწარმეს ყველა ადამიანს უდგება ცხოვრებაში მომენტი როცა ფინანსური რაღაც სირთულეებია ხო აი იმ მომენტში როგორ ეურთიერთება მას ბანკი როგორ ურჩევს მაშინ ხდება ასეთ მაშინ უარსეუბრებიან და ემშვიდობიან მას თუ პირიქით მაშინ ხდება როცა ადამიანს გაუგებენ მოусმენენ ურჩევენ იმ პრობლემასთან განკლავებაში დაეხმარებიან ეს მომენტებია რაც ბანკის დნმ-ს ქმნის მე მინდა რომ ასეთი ბანკი გამოვიდეს კრისტალის არის საკანონმდებლო კიდევ უფრო მაგარი ბანკი გამოვიდეს და დიდ ბანკში რთულია ამის მიღწევა და უფრო პატარა ბანკში ჩემი აზრით უფრო გამოგვივა ეს რომ ჩვენი ყურადღება სული ყურადღება მივცეთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენს მეწარმეებს. ბატონო არჩი რა უნდა გითხოთ? როდესაც აი მეგობრები იკრიბებით, ოჯახებით. კი. უფრო თქვენს თემებზე მიდის ხოლმე საუბარი თუ ეკას თემებზე მიდის ხოლმე საუბარი სატრანსპორტო და ეს მაინტერესებს. ვინ არის ხოლმე წამყვანი მანდ შეოქმნი თემები? ნუ ეკას თემებს და ეკას რა თქმა უნდა ყოველთვის პრიორიტეტი აქვს და იმდენად მნიშვნელოვანი პოპულარული საკითხებია რომ სპორტი და უსაფრთხოება. როგორ მოგეწონათ აიქარი გადაადგილებაში? ძალიან მაგარია სვათაშორის. საოცარი მე არ ვარ შეჩეული ელექტრომანქანებს უნდა ვაღიარო. მე მგონია რომ მანქანას ხმა აღარ უნდა ქონდეს იმ ხო და ისეთი ძალიან შვიდი და ძალიან კომფორტული გზავრობა გამოგვივიდა ასე რომ მადლობა გამოცანეთ ეს მანქანა და ეს ბრენდიც. 600 კილომეტრიანი დაახლოებით აქვს სავალი მანძილი, ალუმინის კორპუსია. 4-4-ზე უგზოობაში. ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მოკლედ შესანიშნავი მანქანა, ზომებიც კარგია ქალაქისთვის და მოკლედ მე მგონია რომ ეს ინდუსტრიაც ჩინეთში კარგად ვითარდება და AI აქაც არის. ეხმარება ყველაფერს. საოცარია. მადლობა. წარმატებები კრისტალს თქვენ პირადად. მოგკითხები. და მადლობა თქვენ და წარმატებები ჩვენ ქვეყანას.